გამარჯობა, მოგესალმებით ლიბრალურესის არხზე. დღეს გაჩვენებთ ემბრუნ შადის 4 ზომას. ესენია 10 სანტიმეტრი, 12.5 სანტიმეტრი, 15 სანტიმეტრი და 30.5 სანტიმეტრი. რაც შესაბამისად ნიშნავს 8 გრამს, 15 გრამს, 23.5 გრამს და 60 გრამს. სილიკონის სატყუარას ახასიათებს სქელი ტანი, თხელი კუდი და დიდი ქუსლი ბოლოში, რომელიც ეფექტურად იზიდავს მტაცებელ თევზებს. ამასთან ერთად მას აქვს საგულდაგულოდ დამუშავებული ესთეტიკა. სატყუარაზე ასევე არის განივი რგოლები გვერდებზე, ქერცლის ნიმუში ზურგზე, გამოკვეთილი ბაყატის საფარები და მუცლის ფარფლები. ასევე ტანის ქვედა მხარეს ორივე მხარეს დატანილია ბრენდის სახელწოდება ლიბრალურს. ისინი ხელმისაწვდომია 12 შესანიშნავ ფერში, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სატყუარა ნებისმიერი თევზაობის პირობებისა და წლის დროის მიხედვით. ისინი შეფუთულია ასეთ პლასმასის შეფუთვებში, ბლისტერებში, ზომის მიხედვით 6, 4, 2 ან 1 ცალი თითო შეფუთვაში. შეფუთვაზე მითითებულია სატყუარის წონა და სიგრძე ზუსტი აღწერით. და ზუსტად ისე როგორც წინა ვიდეოში კრაკენშადებზე რო ვსაუბრობდი, აქაც ამ სატყუარებს 2 ჩემ ჯგუფად ყოფ. სანტაჩისა და ოკუნის ჯგუფი, სადაც გვაქვს 12.5 და 10 სანტიმეტრიანი რეზინის სატყუარა და ასევე ეს არის ქარიკლაპიასა და სუმის ჯგუფი, თუმცა ეს არ არის წესი, როგორც წინა ჯერზეც ვახსენე, რადგან მე ვცდილობ სატყუარა შევარჩიო იმაზე დაყრდნობით, რაზე იკვებებიან მტაცებლები კონკრეტულ მომენტში. ხშირად ხდება, რომ ქარიკლაპიაზე უნდა ვინადირო პატარა რეზინის სატყუარით, ამიტომ ასე დროს მაგალითად ვირჩევ 10 სანტიმეტრიანს. ან სანდაჩზე რაღაც მართლაც დიდით, რადგან ის იკვებება მაგალითად კრამპით ან ლეშით, ასე რომ ასეთ სატყუარებს ვიყენებთ ნადირობისას. ყველაზე პატარა სატყუარები, უმეტესად კლასიკურ ჯიგის თავზე ვამაგრეთ. ხანდახან პატარა დამატებითაც ვამაგრებ სატყუარას, როცა თევზი ძალიან კაპრიზულად იღებს. ოდნავ ვამაგრებ კუდთან და მაქვს კბენა, მაგრამ ვერ ვახერხებ ამოღებას. ასეთ შემთხვევაში თუ წყლის აუზი ამის საშუალებას მაძლევს, სწორედ ასეთ დამატებას ვაკეთებ სატყუარაზე. მაგრამ ეს ზომები ძალიან კარგად მემსახურება დროპშოტის აღჭურვილობით თევზაობისას. ამიტომ თუ აქ დროპშოტის მოყვარულები არიან, ნუ შეგეშინდებათ ამ რეზინების ცდის, რადგან ისინი მართლაც ძალიან კარგად მუშაობენ. ამ თხელ კუდთან და დიდ კოპიტთან ერთად მსუბუქი დაქაჩვები, მსუბუქი. წვერის მუშაობა მათ წყალში მართლაც მაგარ მოძრაობებს აძლევს, რაც ყველაზე ზარმაც მტაცებლებსაც კი იზიდავს. და შემდეგ 15 სანტიმეტრიანი რეზინა, რომელსაც ჩვეულებრივ ჯიგის თავით ვამაგრებ. აქ პრაქტიკულად ყოველთვის უკვე ორმა განკეს ვიყენებ. თუ თევზაობის ადგილი ამის საშუალებას არ მაძლევს, ანუ არის მცენარეები, ჩაჭერები, ფოთლები ფსკერზე, მაშინ სამწუხაროდ მათზე უარის თქმა მიწევს. მაგრამ თუ თევზები აქტიურები არიან, მაშინ პრობლემა არ არის. თელ ამ რეზინას ხლაპავენ და პრობლემა არ არსებობს. მაშინ თევზის დაჭერაც მარტივია. ხანდახან ჩემს 20 სანტიმეტრიან რეზინასაც ვამაგრებ ჯიგის თავით და დამატებითი კაუჩით. ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ყოველთვის ვიყენებ ამ დამატებით კაუჩს, თუმცა გადაზრდილ თევზაობის ადგილებშიც. უბრალოდ ვცდილობ სატყუარა საკმარისად მაღლა გავატარო. მაგრამ ასევე ხშირად და ბოლო დროს კიდევ უფრო ხშირად ვიყენებ მეორე მეთოდს. ეს არის ორმაგი სამკაპიანი კაუჩის მქონე შემახვევის გამოყენება. ახლა გაჩვენებთ როგორ ვამაგრებ ასეთ სატყუარას. ვიღებთ ჩვენს შემახვევს და ვახრევთ სატყუარას წინა მხრიდან. დაიმახსოვრეთ, რომ ეს მოკლეჩს ზუსტად გააკეთოთ, რომ სატყუარა არ გადახრილდეს, რადგან სწორად აღჭურვილი სატყუარა ძალიან კარგად ირხევა გვერდებზე, თითქოს სარკესავით ანათებს, ასე რომ ნამდვილად დამატებითი უპირატესობაა მტაცებლების დაჭერისას. როცა უკვე ჩავახრევთ ჩვენს ხრახს, ახლა უბრალოდ ვაცვამთ კაუჩს. მე მაგალითად მაქვს ასეთი ჩხირები, რომლებიც მაძლევს საშუალებას დავამაგრო ეს. კაუჩის სატყუარის კორპუსზე, მაგრამ თუ ასეთი ხრახნები არ გაქვთ, საკმამისია ერთ-ერთი წვერი შეარჭოთ. კაუჩის და მაშინ ასე კარგად გვიჭერს. ასე აღჭურვილი სატყუარით უპრობლემოდ ვთევზაობ, ქორჭილებსა და სომეთს. თუმცა არ შეგეშინდეთ იმის გამო, რომ აქ დამატებითი წონა არ მაქვს, რადგან ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხრახნები წონითაც. მე კი მაინც ასეთებს ვიყენებ, რადგან ეს სატყუარა შესანიშნავად მუშაობს დამატებითი წონის გარეშე, განსაკუთრებით ზედაპირულ წყლებში, სადაც არ მჭირდება ღრმად ჩასვლა. მაგრამ თუ საჭიროა უფრო ღრმად ჩასვლა, მაშინ ვიყენებ პატარა ტყუიებს, რომლებიც უბრალოდ წინ მდებარე რგოლზე ვამაგრებ. ამ გზით უკვე მაქვს დამძიმებული სატყუარა და შემიძლია მასთან ერთად ჩავიდე ნებისმიერ სიღრმეზე, სადაც მინდა თევზაობა. ასე რომ, გვაქვს აღჭურვილობის ორი ტიპი, ანუ ალბათ ყველაზე პოპულარული ვარიანტები, კლასიკური ჯიგის თავი და ხრახნი კაუჭებით.
სინამდვილეში თუ არ გაქვთ ხრახნები, რომლებიც სხვათა შორის შეგიძლიათ თავადაც გააკეთოთ რომელიმე ბრუნვადიდან ან დამაკავშირებელი რგოლებიდან, მაშინ ერთი ჯიგის თავი დამატებითი კაუჩითაც კი უპრობლემოდ გამოგადგებათ. ის გაუმკლავდება ამ ზომებიდან ნებისმიერის გამოყენებას. უბრალოდ საჭიროა გავზდარდოთ კაუჩის ზომა, მაგრამ აქ არ არის საჭირო ვიფიქროთ თევზის დაჭერის პრობლემაზე, რადგან ასე აღჭურვილი სატყუარა ნამდვილად უმეტეს შემთხვევაში კარგად მუშაობს. და თავისი აგებულების გამო ეს სატყუარები ძალიან უნივერსალურია, მით უმეტეს რომ გვაქვს 4 სხვადასხვა ზომა, ასე რომ შეგვიძლია პრაქტიკულად ყველა დიდი მტაცებელი თეზი დავიჭიროთ. მათი წარმატებით ვიჭერ ნაფოდებს. ეს პატარა ზომები ძალიან კარგად მემსახურება ზანდაჩეზე, ამიტომ გირჩევთ სცადოთ. ხოლო დღეს მე ამ ცოტა უფრო დიდ ზომებს ვიღებ და მივდივარ რომ პიკებს დაუწყო ნადირობა. როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი და კარგი თევზი უნდა ყოფილიყო. ნახეთ, თავისი ბასრი კბილებიც კი დაგვიტოვა აქ. თუმცა ახლა ძალიან მიჭირს, რომ ეს ყველაფერი კარგად დაგანახოთ, რადგან აქ საკმარისი სინათლე საერთოდ არ არის. კბილები დაგვიტოვა. სამწუხაროდ ვცდილობთ იქნება აიღოს ეს შევლილა კარგი თევზი ყოფილიყო, რადგან ნახეთ, აქ დაგვიჭრა. და აქ თავისთან ახლოს ყველაფერი ერთ ნაკბენშია, ასე რომ იცით, პირი საკმაოდ დიდი იყო. აქაც ღრმა ჭრილია, ასე რომ შეიძლება კარგი თევზი იყოს, მაგრამ ვცდით კიდევ. არ გაიმეორა, ამიტომ ვიღებ ასეთ მწვანე ფერს. და ვცდილობთ. კარგია, სწორ ხაზზე ვართ. იქ სადღაც აიღო კაფშიამ რამდენიმე ამოღებაზე. თუ სურვილი აქვს, უნდა აიღოს. აიგო, მაგრამ არ ვიცი, იგივე თევზია თუ არა. მაგრამ ზის, ბოლოს და ბოლოს საკმაოდ ძლიერად მიდის, მოდი ვნახოთ რა გვყავს აქ. არ არის ეს რაიმე დიდი კაბანი, მაგრამ არის. ნახეთ, როგორ გამოიყურება. ასეთი ადგილი ავირჩიე, რომ აქ თევზის ამოღება რთულია. ბედი დიდი არ არის, ასე რომ პრობლემა არ უნდა შემექმნას. ო, ძმაო. მაგრად დაარტყა რბილსატყუარა შეჭამა. ასეთი თევზია, 60-ზე მეტი სანტიმეტრი. კარგია, ცადოთ გამოვაძვრინოთ. იქნებ კლეშნის გარეშე გამოვიდეს. მაგრამ აი, უიღბლობაა, რომ ორივე დამატებითი კაუჩიც მაქვს და რბილი სატყუარაც. ეს ყველაზე ცუდი მომენტია. მაინც ნახავთ, როგორ კარგავენ თითებს, ან კიდევ ერთი კაუჩი, ჯანდაბა. კარგი, თევზის გამოძრობა გამოვიდა. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. აი ასეთი და წავიდა. ზის, მაგრამ რა მოქმედებაა. ნახე, რომ აქამდე აქვე უდანდა. წასვლას ვაპირებდი და გავჩერდი, რომ თავი დამენებენებინა და ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. და მგონი თავში შემომივარდა. კი, კაუჩზე დაიჭირა. საერთოდ არის თევზი?
ჯანდაბა, გესმის რომ კაუჩ მოხდა? შესახებ. მაგრამ აჯ გამოვიდა, ანკესიდან ამოვიდა. ახლა ვნახოთ. ჯერ არ ვიცი რა ჯიშის თევზია. უბრალოდ ცოტა შევაბრუნებ. ჰო, მართლა კარგი თევზია, მაგრამ უშნოა. იმ გაგებით რომ ნამდვილი მებრძოლია, მე ასეთი ქორჭილები მომწოს. მაგრამ მართლა მებრძოლია. კარგი 80-იანი და შავი კიდევ აირია. კეთვით, ჩემს ძუაში აირია, მაგრამ არა უშევს. მალე გავხსნით. ნახეთ რა მაგარი აქვს. ერთი ხელით გააღორგოლე. გეტყვით, ეს რთულია. ჯანდაბა, ძალიან დაბნეული ვარ. კარგი, სათევზაო ანკასე. ჯერჯერობით გადავდაკ. ზუსტად ასე კარგ თევზს კარგავ. რა ჯანდაბას ხსნი აქ ღილის. მაგრამ ეს ბოლოს და ბოლოს კაბანია. ახლა უკვე რეალურად ვხედავ. შესახებ. შეხედე, რამხელაა ეს თევზი. ლამაზი. მშვენიერი. აი ეს არის ნამდვილი თევზაობა. კარგი, ხსნით ამ ბოროტს. ო, ძალიან მსუბუქად იყო ჩოჭალი. სილიკონს გადავდეთ. პრინცესაც ასევე. კიდევ ერთხელ ბონოს გაჩვენებთ. აი უზარმაზარი თევზია, მართლა ლამაზია. შეხედეთ ამ თავს საერთოდ. საოცარია. გავდით. კოსნა. იმედია ვიდეო მოგეწონათ და მიიღეთ ის ინფორმაცია, რაც ამ სათყუარებზე გჭირდებოდათ. თუ კიდევ გაქვთ კითხვები, თამამად დაწერეთ კომენტარებში. ასევე გიწევთ ჩვენს არხზე გამოწერაზე და სხვა სოციალურ ქსელებში თვალყურის დევნებაზე, რომ ყოველთვის იყოთ ინფორმირებული ახალ მასალებზე, რადგან მართლაც ბევრი ვიდეო გამოდის ამ და სხვა სათყუარებზე. ამიტომ აღარ გავაგრძელებ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ყურებისთვის. გაგეპატიჟებით არხზე შემდეგ ვიდეოებზეც. ნახვამდის.